მოგესალმებით მეგობრებო, გამოსვლები ვართ კაცებელს სანადიროთ. ცოტა ამინდი ხელს გვიშლის. ქარიანი დღე თუმცა არა უშავს. ერთი დღით ადრე გვინდოდა ამნადირობის შეკეთება, მაგრამ ისეთი ქარი იყო და ისეთი ამინდი იყო, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო. 10 კაცი ვართ 4 ძაღლი ყავს. მე მყავს ჩემი 2 ძაღლი. სერბული სამფერანდოვარი ხალისა და სეგუჯიო მარიმანო თარეშა. ამ ძაღლებს მე გავუშვებ ხეობის მარცხენა მხრიდან. მარჯვნიდან 2 რუსული უნდა გამოუშვან და ისე ვაკეთებთ, რომ ფაქტიურად მთელ ხეობას კრუგში ვახცევთ რა. კაცებელი საკმაოდ დიდი რაოდენობით ამთავრია. ჩაწერა მოვახერხო ამ დიუნების და ნადირობის ქარის გამო ეხა ისეთ ადგილას ყუდროში შედარებით, მაგრამ როგორც კი ცოტა ღიაში გავა, ეგრევე ქარი პრობლემა გახდება. აბა ვნახოთ რა იქნება და როგორ იქნება, დანარჩენი ვიდეოშიც გამოჩნდება. ეს ხეობა არის დღეს ჩვენი სანადირო ტერიტორია. საკმაოდ დიდი რაოდენობით მტაცებელია ეს. მიუხედავად იმისა, რომ სისტემატურად ხდება აქ ნადირობა, მტაცებელი მაინც უზომოდ დიდი რაოდენობით არის რა. აქ გვიდგას ერთი კაცი ხალისა საერთოდ დასდევს. რა ხერში ჩამოდის. აი, სადგარბის. წესით პაჩუ უნდა მოკლას ეხა მიდი. საღლეს ეს მოყვება. და გავარდეს. გაიპარა მე მგონი.
იგივე წრეზე შევიდა. მიდი მაჩო, მიდი. Iktat kuyruklarını yapacak. ვიცი. დავასრულეთ ნადირობა ისე რომ ვერ შევძელით ტაცებელის აყვანა საკმაოდ დიდი ტერიტორიაა და ხალხი არ იყო მაინც საკმარისი. არ გაგვიმართლა უბრალოდ, იმიტომ რომ ბევრჯერ ძალიან ახლოს გაიარა, ძალიან ახლოს ორჯერ გაიარა თუ სამჯერ ნომერთან, მაგრამ არ გამოვიდა სასროლზე, აქეთ ხარისაც არ გამოვიდა. ბიჭებმა ბევრჯერ დაინახეს, მაგრამ სასროლზე არ იყო, ყველა სროლასაც აზრი არ ქონდა, რა ისეთ ვანძლებს იყო. ძაღლება მაგრა იმუშავეს, თავი არ დაზოგეს, რასაც ქვია ბოლომდე. DS კი ნახეთ მე მგონი ვიდეოშიც გამოჩნდა აი ამ პატარა ტერიტორიაზე ხა. პატარა ხევი გავაჩვენ, დიდი მთლიანი ხეობა არ გავკეთებია, რაც გავაკეთეთ, აი აქ 4-5 სხვადასხვა ტაცებელი გავიდა ნომრებში რა და დაინახეს და დავინახეთ და აი ესაა ყველაზე დიდი პრობლემა, რომ როგორ გინდა აი კუთხელი სავსე უნდა იყოს, მაგრამ არ არის ის რაოდენობა. კი არის კუთხელი, მაგრამ არა ის რაოდენობა, რაც უნდა იყოს და ამიტომ არის საჭირო ტაცებელზე სისტემატიური ნადირობები. გემშვიდობებით, გამოიწერეთ, არხი დაალაიქეთ ვიდეო და იმედია მომავალ ვიდეოში უკვე შედეგიან ნადირობას შემოგთავაზებთ.